ძირითადი ფაკულტეტები უქმდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სამაგიეროდ ამ უნივერსიტეტს მოუწევს, რომ მიიღოს სტუდენტები აგრარულ სპეციალობებზე, ასე გადაწყვიტეს სამინისტროში. უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესურა, ზოგიერთი მათგანი ყოველ შემთხვევაში აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას. პროფესორი ზურაბ პაპასქიერი სოხუმის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის დასაწყისზე საუბრობს და მიუთითებს ამ უნივერსიტეტის როლზე ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ ზურაბ პაპასქიერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი არის ჩვენი შემდეგი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით ჩვენთან. პირველ რიგში რომ აღწეროთ რა რჩება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, რა უქადის მას ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელსაც ბევრი დეფორმად მოიხსენიებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის. დღეს როგორც არასდროს საჭიროა ამ თემის გახმოვანება. მთელ ქვეყანას უნდა გავაგენებინოთ, აი ის რაც ხდება დღეს საერთოდ ზოგადად ამ უმაღლესი განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმის ირგვლივ და კონკრეტულად სოხუმის უნივერსიტეტის ირგვლივ. აი ამან დამოკიდებულებამ სოხუმის უნივერსიტეტისადმი მთლიანად გააშიშლა ერთი რეალობა. საქართველოს დღევანდელ მმართველ რეჟიმს წარმოდგენა არ აქვს აფხაზეთზე, წარმოდგენა არ აქვს აფხაზეთის სატკივარზე, ჩვენ სატკივარზე, საერთო ეროვნულ სატკივარზე. დევნილი უნივერსიტეტი. წარმოდგენა არ აქვს, საერთოდ არ იციან, როდიდან არსებობს ეს უნივერსიტეტი, რატო იშვა ეს უნივერსიტეტი ზოგადად, რა გამოიარა ამ უნივერსიტეტმა და რატო არსებობს ეს უნივერსიტეტი დღეს თბილისში. რატო არ გაუქმდა ეს უნივერსიტეტი ეგრევე, როგორც კი ჩვენ გადმოვედით დაუშვათ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. ჩვენი სტატუსი ასეთი იყო 1989 წლიდან, როდესაც ჩვენ გამოვეყავით აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეს იგივე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ესე იგი ოფიციალურად იყო სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1932 წლიდან, რომელიც გარდაიქმნა 1979 წლის 5 თებერვალს საკავშირო განკარგულებით, საკავშირო მთავრობის განკარგულებით გარდაიქმნა სახელმწიფო უნივერსიტეტად და მას ოფიციალურად მოსკოვმა ის დატოვა როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უბრალოდ აფხაზეთში მოხდა შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აფხაზური ინტელიგენციის ასე ვთქვათ, ზეწოლით, ზემოქმედებით მიაღებინა საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიულ ხელმძღვანელობას და ერთობლივი დადგენილებით, საქართველოს დადგენილებით, მოსკოვის დადგენილებით იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების დადგენილებით ეს გახდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აწი ჩვენ მას უწოდოთ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და ასე იყო ეს ქართულ ასე ვთქვათ, ქართულ რეალობაში. ოღონდ მოსკოვში გასაგზავნილ საბუთებში ყოველთვის იყო ესე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს ბევრმა არ იცის, ხო? ჩვენი ერთიანი უნივერსიტეტი ქონდა, ქართულ აფხაზური კოლექტივი ძირითადად, ხო? მეტნაკლებად უძლებდით ერთმანეთს, მოდით ასე ვთქვათ, იყო პრობლემები და ამ აფხაზეთის უნივერსიტეტის შექმნით, აი ამ უნივერსიტეტის შექმნით აფხაზებმა მოინდომეს, რომ ეს ექციათ აფხაზურ ნაციონალურ უმაღლეს სასწავლებლად, აფხაზური სექტორები შემოიღეს, რომელზედაც რუსულად ასწავლიდნენ. ნუ ჩვენ ეს გავატარეთ, ჩვენ გავუგეთ, ჩვენ ყველაფერში უგებდით აფხაზ კოლეგებს, ესეც მინდა რომ ცოტა იცოთ და ასე მოვედით 99 წლამდე, როდესაც 99 წელს უკვე აუტანელი ვითარება შეიქმნა ერთი რამის გამო. საქართველოს სახელმწიფოს კომუნისტური საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ახლა ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს ეს ოფიციალურად იყო სახელმწიფო რესპუბლიკა იყო, ოღონდ კავშირში გაერთიანებული რესპუბლიკა. ეს იყო სახელმწიფო, თავისი კონსტიტუციით, პარლამენტით, ჰიმნით, ხო, ყველა ატრიბუტიკით, რომელსაც თავისუფლად გამოსვლის უფლებაც კი ჰქონდა იურიდიულად, ხო? და რატო ვამბობ ამას? აი ამის დანგრევა მოინდომეს და ამის დანგრევა მოინდომა არა მხოლოდ ნაციონალისტურმა დაჯგუფებამ, არამედ თითქოს თელმა აფხაზმა ხალხმა და ამას დამატებული
აფხაზმა ხელმძღვანელებმა, აფხაზეთის პირველმა აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა დიდი ზეწოლა იყო. ესე იგი ეს იყო ოფიციალური ხელისუფლების, ესე იგი, როცა მას პირველი კაცი აწერს ხელს, აფხაზი ეროვნების პირველი კაცი და ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი აწერს ხელს, ეს არ არის ვიღაც ნაციონალისტური ჯგუფის გადაწყვეტილება და ოფიციალურად არჩეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზი ხელმძღვანელი, ხო? აი პირველი და მესამე თანამდებობა აფხაზებს ეკავათ, მეორე თანამდებობა ქართული მთავრობის თავმჯდომარის ქართველის იყო და რატო ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? აი ეს ვერ მოვითმინეთ. როდესაც ჩვენ რექტორისგან მოვითხოვეთ, აფხაზი რექტორისგან, რომ თქვენ უნდა უარყოთ ხელმოწერა, დეზავუირება გაუკეთოთ ხელმოწერას თუ არა და ჩვენ თქვენი ოჯახის წევრი ვერ ვიქნებით. ეს ისე გამწვავდა და ყველაფერი აი ამ უნივერსიტეტის ირგვლივ დატრია. ფერასისწყობით საქართველოს ისტორია, საქართველოს მართლეს ისტორია. ეს მე დაწერილი მაქვს, მე მემატიანე ვარ ამისიგან. მე ამის ეს მე ქართულად, რუსულად ყველაფერი ეს დაწვრილებით მაქვს, არა როგორც ისტორიკოს, არამედ როგორც თვით მონაწილეს, აქტიურ მონაწილეს. აი ამ სოხუმის ფილიალი რო ესე იგი იქამდე მივიდა რომ რექტორმა არ უარყო თავის ნაწერი და მთავარი რა არის რომ ესე იგი არაფრით უკან არ დაიხიეს და ესე იგი მეუბნებიან მე უნდა მივიდე იმ კოლექტივში იმ ტაძარში სადაც ქადაგებენ საბჭოთა კავშირს სადაც ქადაგებენ გამოყოფას საქართველოსგან ოფიციალურად გამოყოფას ცალკე საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და ესე იგი თლიანად აი ეს ურთიერთობა დაანგრიეს და ეს არ იყო უკვე მართლა ვერავით სტუდენტებმა ვერაიტანეს ეს 89 წელია უკვე იცით უკვე ეს ეროვნული გამოღვიძების დიდი ეროვნული მოძრაობა დაიწყო არაფორმალური გაერთიანებები არაფორმალურ გაერთიანებებში სტუდენტები არიან გამიგეთ ქართული ეროვნული სულისკვეთება 88 წელს ქართველმა სტუდენტებმა ხელნაწერი ჟურნალი გამოსცეს სოხუმის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაინგრა კინაღამ უნივერსიტეტი რას ქვია ხელნაწერი ჟურნალი როგორ გამოეცითო ქართული და ამ ქართულ ხელნაწერ ჟურნალში ცხუმი დაერქვა ამას გააგიჟათ და ესე იგი ამაში იყო იცით აფხაზი სტუდენტების ჩართული მათი წერილები იყო გამოქვეყნებული აკადემიური ჟურნალი იყო გამიგეთ თან ისეთი მხატვრული შემოქმედებაც იყო ეს რატო გეუბნებით ამას აი ასეთ სიტუაციაში იყო ასეთ სიტუაცია შეიქმნა და ბოლოს გასკდა ეს სიტუაცია 18 მარტს 1999 წლის როცა ლიხნის დაუყრელობა მიიღო გამოყოფის, ესე იგი საქართველოს SSR-დან გამოყოფისა და ცალკე აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური მოკავშირე, მე-16 მოკავშირე რესპუბლიკა. საუნივერსიტეტო სივრციდან დაიწყო ეს ყველაფერი. აი, ეს კოლექტივები, სადაც იყო ერთობლივი კოლექტივები, ყველა გაიხლიჩა. ქართველობამ გამოიღვიძა როგორც იქნა. მანამდე ქართველობა ყველაფერს ყველაზე მეტი საბჭოური მენტალიტეტი აფხაზეთის ქართველობაში იყო. ამას ვაცხადებ ავტორიტეტულად. ძალიან გაგვიჭირდა ჩვენ ქართველების დარაზმვა, იმიტომ რომ საბჭოურობიდან ვერ გამოვედით. სხვათა შორის დევნილთა დიდ ნაწილს, ქართველ დევნილთა დიდ ნაწილს ამ დიდი ტრაგედიის შემდეგაც ეთყობა ეს. მოგიგეთ, სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ეს და მოხდა ის რაც მოხდა მე 99-ში და გაიყო ეს უნივერსიტეტი. საქართველოს ხელისუფლება მოსკოვმა ვერ შეძლო ჩვენ ადრე არიგებდა მოსკოვმა ვერ შეძლო ჩვენი შერიგება, იმიტომ რომ უკან არ დაიხიეს არც ერთი ნაბიჯი უკან არ დაიხიეს, ხო? და ერთი სიტყვით შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. არ შეიქმნა სოხუმის ქართული უნივერსიტეტი ოფიციალურად, იმიტომ რომ იმ დროს მოსკოვი იყო, იმ დროს საბჭოთა ხელისუფლება იყო, იმ დროს საბჭოთა კავშირი იყო და იქ მარტო ერთი უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო მოკავშირე რესპუბლიკაში. და გამონაკლისი საქართველოს გაუკეთეს, როდესაც აფხაზური ბუნტი იყო, ის იყო, ამბოხი იყო და საქართველოს ხელისუფლებამ ივარგა და დაუჭირა მხარი მეორე უნივერსიტეტს საქართველოს ტერიტორიაზე და ეს იყო ეს არ იყო მარტო სოხუმის უნივერსიტეტი, ის რაც 79-ში შეიქმნა ერთიანი გარდაქმნილი, ეს იყო დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტი, აი ახლა ქუთაისზე რომ დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტი ხო, ეს იყო ეგა. და მთლიანად არც ერთი უნივერსიტეტი არ იყო მაშინ. არც ყველა უნივერსიტეტი შეიქმნა 90-იანებში, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რომ საქართველოში ორი უნივერსიტეტი იყო. და ამბობს, რომ 90-იან წლებამდე დედა უნივერსიტეტი იყო მარტო. ხო, კიდე საინტერესო რაზე აქვს წარმოდგენა და რას ანგრევენ. ეს ფორმულა რას ნიშნავს? დედა უნივერსიტეტის სტატუსი დავებრე. ვინ წართვა? თავად დაამცირა.
სახელმწიფო უნივერსიტეტები და შემდგომ ყველა ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დედა უნივერსიტეტი. მე ჩემი კოლეგები, სოხუმელი კოლეგები მეუბნებოდნენ, ზურაბ შენ დაამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩვენ არ დაგვიმთავრებია სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრე. ჩვენთვის ყველასთვის ყველას დედა უნივერსიტეტია ეგა. ყველა მე არ მინახია ქართველი ვისთვისაც არ იყო დედა უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამას არ აკნინებს ხო უნივერსიტეტების არსებობა ხო? რა რიტორიკაა? არც ცოდნა. იმიტომ თქვა ბატონო ზურა რომ თვითონვე შეადარა ხო აგდებით რომ ჰარვარდი და ოქსფორდი არ იყოსო და ამას რომ მოყვა რეაქცია ვითომ გამოსწორების პროპაგანდისტული მცდელობა ქონდა. ეს ცინიზმი ვისი გასარჩევია? კობახიძის გასარჩევია ეს ოქსფორდი და კობახიძემ გერმანიაში რა ისწავლა მე არ ვიცი. სრული დისკრედიტაცია გერმანული იურიდიული განათლების კობახიძე და პაპუაშვილი. სრული დისკრედიტაცია. სამწუხაროდ უნდა გითხრათ პირდაპირ პირველად ვამბობ ღია ეთერში. პირველად ვამბობ, მე ბევრს ვიცნობ გერმანიაში უნივერსიტეტ დამთავრებულს სამართალმცოდნეებს. არც ერთზე არ მაქვს მაღალი წარმოდგენა. არც ერთი არ იყო გივი დინსკირველის დონე, არც ერთი არ იყო ლევან ალექსიძის დონე. გამიგეთ? და არც არის ესენი. არიან სხვებიც. ესენი ჯერ ბავშვები არიან, კი მესმის და კაცმა არ იცის როგორ და რანაირად, მაგრამ ასეთი სტარტით, ასეთი უვიცობით ეს არის გასაოცარი ამბავი. ხო და მე რატო გეუბნებით ახლა მე ამ თემაზე არ შემიძლია უემოციათ წყნარად დალაგდე ის არ გამომდის ეგ. თან ეს რეფორმა ძალიან ხელების გადაგრეხვით ხდება, უგულვებელ ყოფით ეს ყბადაღებული ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი. აი ისიც რომ აფხაზეთი არ იციან. თუ რანაირად გამოვიდა იქიდან ეს უნივერსიტეტი, რატო გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, მოსკოვი არ დაუშვებდა მეორე უნივერსიტეტს, ქალაქში კი რესპუბლიკაში არ უშვებდა, ხო? 13 რესპუბლიკასთან მარტო საქართველოს ჰქონდა მეორე უნივერსიტეტი. 13 რესპუბლიკიდან მარტო უკრაინას და რუსეთს ჰქონდა ბევრი უნივერსიტეტი, რატო იცით? მეფის დროიდან იყო კიევი, ლვოვი, ოდესა, ხარკოვი, ხო? ძალიან ცნობილი უნივერსიტეტები და ახლა იმათ ხო არ მოსვლობდნენ, არა? ეს რუსული საუნივერსიტეტო ცენტრები იყო, აი უკრაინული საუნივერსიტეტო ცენტრები არც ყოფილა, აი ლვოვი არ ვიცი, აი როგორ იყო რანაირ, მაგრამ დანარჩენ მე რატო ამბობ ამას? და აი ამ სიტუაციაში შენ სოხუმს ეუბნები, რომ შენ თბილისი ხარ. ესე იგი ჩვენ იმით მოვგვაქვს თავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელის მინიჭება რამდენიმეჯერ დაისვა ჩვენს უნივერსიტეტში. რამდენიმე ვერსია ჰქონდა. აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი, რომელიც სიმბოლოა ქართულ-აფხაზური ერთობის. გიორგი შარვაშიძის სიმბოლო ასე ქართულ-აფხაზური. არ დავარქვით მხოლოდ ხო? იყო აზრი ილია ვეკუას სახელობის, იმიტომ რომ შეშელეთში ესე იგი აფხაზეთიდან, აფხაზეთის მკვიდრია ილია ვეკუა, ხო გამიგეთ? რა სახელებს ვამბობ, ხო? მაგრამ ჩვენ არ წავედით მაგაზე, არა იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ ეს სახელები არ მოგწონდა, იმიტომ რომ სოხუმი ჩაიკარგებოდა. აი ახლა ილიას უნივერსიტეტის რექტორიო. არავის არ ახსენდება რა თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო არ ამბობენ. ილიას უნივერსიტეტი ის კი არა თესეუს კი ვამბობთ, ეს კარგად ჩაჯდა, ამას ვერ მოაცილებს, მაგრამ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ხო გამიგეთ, მაშინ როცა ჯავახიშვილში ვაბარებ ესე ამბობენ ხოლმე. ადრე ხო ამბობდით რომ უნივერსიტეტში ვაბარებ და მორჩა, უნივერსიტეტი იყო ერთი და ეს აი ამიტომ არ დავარქვით. ახლა მეუბნება რომ შენ თბილისი ხარ. რატო ვარ მე თბილისი? იმიტომ ვარ რომ იძულებული ვარ მე თბილისი ვარ. ყველა მთავრობას დაწყებული მაშინ როცა ჩვენ როცა ჩვენ გახსნეს ჩვენი უნივერსიტეტი, გუმბარიძე იყო პირველი პირი, აიღო თავის თავზე. პირდაპირ გეუბნებით, მე აქედანაც დღესაც ვამბობ, რამდენიმეჯერ ყოფილ ვართ მასთან მაშინ და აიღო თავის თავზე და გახსნა ფილიალი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, ეს ბოლოს საბჭოთა დროზე ვსაუბრობთ, თან არ დაგვავიწყდეს. შემდეგ, როდესაც პრობლემები ისევ შეიქმნა, ძალიან დადგა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლება. ახლა ერთი ხელის მოსვლით თითქოს არაფერი არ ყოფილა. ესე იგი 90 წელს არასდროს არ დამავიწყდება. ზვიად გამსახურდია პირადად ეხლა სოხუმის ფილიალის დირექტორს, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა, რაღაც პროტესტი განაცხადა, აი უნივერსიტეტთან შექმნილი მდგომარეობის გამო. არ გამოგვიყვა შენობები, ეს 90 წელია უკვე ფუნქციონირებს ეს ფილიალი ყველაფერი და ზვიად გამსახურდია პირადად მივიდა, მაგრამ გამხნევა, დადგა
და ჯერ არ იყო პრეზიდენტი და პირველი პირი არ იყო ზვიად ბატონი ზვიადი იყო ოპოზიციის ლიდერი ხო და რატო გეუბნები ყველა მთავრობა გვედგა მხარში ყველა რაც შეეძლოთ ახლა ჩვენ ისეთი პერიოდი გამოვიარეთ 90-იან წლებში მთავრობას ბევრი რამ არ შეეძლო არავის არ უფიქრია ერთი მომენტი იყო იქნებ ზუგდიდში ფიქრობდნენ ახლა რატო ზუგდიდში მაშინაც ამას რატო ფიქრობდნენ იმიტომ რომ ჩვენ ორ თვეში დავბრუნდებით სამ თვეში დავბრუნდებით ხო გავიგეთ არავითარ დიდი პრობლემები რომ ხალხი ძირითადად მაშინ მართლა ზუგდიდს არ იყო გამოცილებული ბევრი ხო და ჩვენ ყველას ხო გვეგონა სამ თვეში დავბრუნდებით ნახევარწელიწადში დავბრუნდებით აი ეს გამოვიარეთ მე როგორც იქნა თბილისში დაფუძნდა აქ თბილისში ჩვენი სოხუმის მკვიდრი პროფესორი ძალიან ცნობილი პროფესორი ოთარ ჟორდანია ამ უნივერსიტეტის ამ პედინსტიტუტის კურსდამთავრებელი ჩაუდგა სათავეში ამ ფილიალს და ფეხზე დავაყენეთ ხო გამიგეთ მე მაშინ დაგვიანებით ჩამოვედი 100 დღე არძიმბას ციხეში ნუ სამსაპრობილეში ვიყავი არძიმბასი და პირველი ბრალდება ჩემი რა იყო იცით ერთა შორის შუღლის გაღვივება რაც გამოიხატა აი მე უნივერსიტეტის გაყოფის ერთ-ერთი მოთავე ხო რომელმაც მიიყვანა სისხლის ზღვამდე აი პირდაპირ ესე იგი ერთა შორის შუღლის გაღვივება ხო გამიგე მეორე კი იყო მეორე მოდიოდა ომის პროპაგანდა მე ოფიცერი ვიყავი ომის დროს ვიყავი ოფიციალურად ქართული ჯარის ოფიცერი და აღზრდელობითი კორპუსის ცენტრალურ სტრუქტურაში ვიყავი წამყვანი ოფიცერი აღზრდელობითი იქ სადაც მე უნდა ყოფილიყავი ხო გამიგეთ და რატო გეუბნებით ამას აი ეს ყველაფერი ჩვენ გამოგვივილია ეს არის ჩვენი ოჯახი ორ თვეში 16 აპრილს სრულდება 50 წელი მე რომ უნივერსიტეტში ვარ 50 პირველი ჩემი სამსახური 25 წლის ახალგაზრდა კაცი ჩამოვედი მოსკოვიდან ასპირანტურის დამთავრების შემდეგ და ჩემი პირველი სამსახური იყო სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი პირდაპირ მასწავლებლად ლექტორად ამიყვანეს რატო გეუბნებით ამას სხვაგან არსად არ მიმუშავია კი პარალელურად თესეუშიც მიმუშავია და აი ეგერ მოგახსენეთ რომ ჯარშიც ვიყავი და იდენტობა უკავშირდება რაისა და ერთი პერიოდი თავრობის კანცელარიაში მიმუშავე ერთი პერიოდი ოღონდ შეთავსებით მე კათედრის გამგე ვიყავი წამყვანი პროფესორი ვიყავი უნივერსიტეტის და აი ეს ჩემი ოჯახია ჩემთან მუშაობენ ჩემი კოლეგები მე ხო ასპირანტურის მერე ჩავედი მე სოხუმელი არ ვარ წარმოშობით ზუგდიდელი ვარ თბილისის უნივერსიტეტი მოსკოვის უნივერსიტეტი და უყურეთ მე ყავს კოლეგები ჩემზე ცოტათი უმცროსი რომლებიც 17 წლიდან პირველი კურსიდან იქ არიან პირველი კურსიდან ყველა ეტაპი განვლეს ყველა ეტაპი განვლეს მათთვის ეს მეორე ოჯახია ჩემთვის ეს მეორე ოჯახია როგორი ამ ადამიანების განწყობა ამას ეუბნები შენ თბილისელი ხარ შენ მარტო ერთი და ახლა მთავარი გადავედით მთავარზე და რა გააკეთეს იცით რა გააკეთეს რომ ყველა პროგრამა დახურეს დღეს მიღება არ არის არც ერთ აკრედიტებულ და არ აკრედიტებული ისედაც არ გვაქვს ხო ესე იგი ჩვენ გარდა იმისა რომ საბაკალავრო პროგრამები დაგვიხურეს ჩვენ გვაქვს სამაგისტრო და სამსაფეხურიანი სპეციალობები სამივე საფეხური რო გვაქვს დისერტაციებს იცავენ ჩვენთან მე მაგალითად საქართველოს ისტორიის სადისერტაციო საბჭო მაქვს ჩვენ გვაქვს სადისერტაციო საბჭო საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამა და ასევე ქართულ ფილოლოგიაში ენაშიც და ლიტერატურაშიც სხვათა შორის უნდა გითხრათ რომ უნივერსიტეტი რო გაიხსნა 2007-ში ჩვენ ეს უფლება მოგვენიჭა 3 სადოქტორო პროგრამის არსებობის გამო. აქედან ჯერ კიდევ ფილიალის დროს ორგან მქონდა ასპირანტურა, მაშინ ასპირანტურა ერქვა, ხო? საქართველოს ისტორიაში მქონდა ასპირანტურა მაშინ და იყო ქართულ ლიტერატურაში ასპირანტურა. აქედან მოვდივართ. ეს ქართველოლოგია ჩვენთვის არის ძირითადი წამყვანი სეგმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის მათემატიკური სკოლაც მქონდა, იქა ძალიან მაღალი სხვათა შორის ფიზიკის მაღალი სკოლა იყო მაშინაც, რატო იცით? იქ იყო ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი.
ეს იყო საკავშირო ინსტიტუტი, თბილისი იყო კურატორი, მაგრამ მოსკოვიც იყო კურატორი და იქ იყო ექსპერიმენტული პათოლოგიის ძალიან დიდი სამედიცინო დარგში ძალიან დიდი ცენტრი, საკავშირო, ძალიან დიდი ცენტრი. იქაც სულ ქართველები მუშაობდნენ რუსებთან ერთად, ძირითადად, ხო? ესე იგი, სოხუმი იყო მეორე ცენტრი, გამიგეთ? და მთელი რიგი დარგები ძალიან დაწინაურებული იყო ჯერ კიდე სოხუმის პედინსტიტუტის პერიოდში, მერე უნივერსიტეტის, ერთობლივ უნივერსიტეტის პერიოდში და ახლა მერე რო გავიყავით, ჩვენ ხო ნაწილი ხო იმის ნაწილი ვარ და ქართველოლოგია ხო აქეთ წამოვიდა რა. ქართველოლოგია აქეთ წამოვიდა, მათემატიკოსები ძალიან ძლიერი სკოლა აქეთ წამოვიდა, ფიზიკოსები ძალიან ძლიერი სკოლა წამოვიდა. გარდაგვეცვალა ერთი ძალიან ცნობილი ფიზიკოსი იყო, მსოფლიო ცნობადობის ფიზიკოსი იყო, ნიუ-იორკის აკადემიის წევრი და ერთი სიტყვით ძალიან ლანდაუსრაგ შეცვალა მისი ისინი ისეთი ძალიან კირცხალია ყავდა ასეთი პროფესორი, გარდაგვეცვალა საწყად და ახლა ცოტა ჩვენ დავკარგეთ რა რესურსები, მაგრამ რატო გეუბნებით ამას? ბიოლოგიაში ძალიან ძლიერი სკოლა დღესაც აი და ყველა ეს პროგრამა იყო გეოგრაფიას ვამბობ. ახლა ილიას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ხომ უსმენთ, საუკეთესო პროგრამები იხურება. ერთი რაღაცა უნდა გითხრათ კიდე. ეს უნივერსიტეტი 79-ში რო გაიხსნა, ორი სპეციალობით გაიხსნა. ორი სპეციალობა რას ნიშნავს? ყველა დანარჩენი ხო პედაგოგიური ინსტიტუტის ფორმატში იყო, ხო? დაემატა იურიდიული, დაემატა ესე სამართალმცოდნეობა და დაემატა ეკონომიკა. ეკონომიკის ფაკულტეტი მე ცალკე გახდა, ცალკე შეიქმნა რამდენიმე სპეციალობით ეკონომიკის, მაგრამ ისტორია და სამართალმცოდნეობა გაერთიანდა ერთ ფაკულტეტად, მაგრამ სამართალმცოდნეობა პირველივე წელსვე გაიხსნა. ესე იგი უნივერსიტეტი ამოქმედდა იურიდიულით და ეკონომიკით. და იურიდიული როგორ გაიხსნა, იცით? ჯერ მოსკოვს არ უნდოდა. ეს სამართალმცოდნეობა. მე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ერიდებოდა და არ უნდოდა ეს პრობლემა იყო რა, კადრები. კადრები იყო პრობლემა, ახლა ხო ისე არ არის არა ეგრე. ეკონომიკის პრობლემა, კადრების პრობლემა ნაკლებად იყო, იმიტომ რომ სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში იყო ეკონომისტები და ისინი გადმოვიდნენ ჩვენთან. ეს მე ახლა ხო მე ეს ჩემ თვალწინ გაიარა, მე ვარ ისტორიკოსი და მე ეს ყველაფერია დაწერილი მაქვს, აღწერილი მაქვს და უყურეთ რა მოხდა. გავრისკეთ სამართალმცოდნეობა, ჩამოვიდა ჩვენი პრორექტორი, რომლის მეგობარი იყო, უნდა ვახსენო ის კაცი, ზურაბ ფორაქიშვილი. ჩვენი ვალერიან ჭანია პროფესორი, ისტორიკოსი და ეს ფორაქიშვილიც ისტორიკოსი იყო, თუ არ ვცდები, ისინი ერთ დროს სწავლობდნენ მეგობრები და საღამო და დაუსწრებლის პრორექტორი იყო ზურაბ ფორაქიშვილი. აქ ის ჩამოვიდა ჩვენი პირველი პრორექტორი ვალერიან ჭანია და ფორაქიშვილმა უთხრა მოხსნი საღამოს განყოფილებიდან 25 ადგილს და მოგცემ სოხუმის უნივერსიტეტს სამართალმცოდნეობით. აი ასე დაიწყო. მე მაქვს ერთი სურათი. მე მაქვს ერთი სურათი. გადაღებული 1984 წელს სამართალმცოდნეობის პირველი გამოშვების სტუდენტებთან. სახელმწიფო გამოცდის შემდეგ საბანკეტო შეხვედრა რო იყო, იქმა გადაღებული ჩვენ ცენტრში გვიდგას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი კორესპონდენტი გივინც კირველი, წამყვანი პროფესორი, დარგის ლიდერი, ის იყო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ის კურსი გაიმართა, ის სამართალმცოდნეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორამ გამართა. და დავაყენეთ, სკოლა შეიქმნა. ჩვენი კურსდამთავრებული, იცით ვინ არის იმ სამართალმცოდნეობის პირველი ქართული სექტორის 80 წელს მიღებული, 85 წელს დამთავრებული არის გია ხუბუა. გია ხუბუა, რომელიც გახდა აქ ინსტიტუტის დირექტორი, სათავო დაწესებულების, კვლევითი დაწესებულების დირექტორი, მე რექტორი, პროფესორი როგორია და საერთაშორისო ცნობადობაა გია ხუბუას ყველამ კარგად იცის. ჩვენი უნივერსიტეტი აქ დამთავრებული გოჩა ლორთქიფანიძეს, რომელიც ძალიან ცნობილია დღეს თავისი მოღვაწეობის გამო. გამიგეთ ახლა ეს და ამას შევქმნით ეს ძირითადად აღზრდილები არიან იმ უნივერსიტეტის დღეს იქაური პროფესორები. ხო ჩვენი უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რასაკვირველი კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ყავს ასეთ და შენ მეუბნები რომ არა მარტო იმაზე უნდა იყოს რა ქვია მეორე იურიდიული სპეციალობა იყო მარტო იურიდიული სპეციალობა მარტო თესეუში და მარტო სოხუმის უნივერსიტეტში და ამას ეუბნები რომ ახლა თავარი რატომ ვართ ჩვენ აქ ეს ხო უნდა იცოდე საერთოდ რა საჭიროა სოხუმის უნივერსიტეტი თუ ჩვენ ხვალ და ზეგ არ ფიქრობთ აფხაზეთში დაბრუნებაზე. ესე იგი მე რას მეუბნებიან?
რის აფხაზეთი, რა აფხაზეთი, ხო? აგერ თბილისის უნივერსიტეტში ყველაფერი ეს აქ არის. თქვენ აქ თბილისში ხართ, თქვენ რაღაცას თუ ისე აფხაზობთან დაკავშირებით თუ რაღაცას მოიფიქრებთ და იმ პროგრამებს დაგიმტკიცებთ, უყურეთ რა არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა. ეს არის გასაოცარი რამ. დღეს სად ვართ, რა სახელმწიფოში ვართ, გამიგეთ? ყველა მთავრობა მხარში გვედგა. შენობა, ესე იგი, ჯერ ერთი რო სახელმწიფოს იქით. არის სტალინიზმის მერე ალბათ ესეთი უგულვებელყოფა აკადემიური სფეროსია. ახლა რო ძალიან ისე, მაგრამ ეს შეიძლება დროსაც მიმართ, მაგრამ იცით როგორ არის? ეს ბოლომდე უნდა ითქვას. ესე იგი, უნივერსიტეტს მოგების მეტი სახელმწიფოსთვის არაფერი არ მოქონდა. წლების მანძილზე. და ბოლოს როგორც იქნა უნივერსიტეტი უკვე რემონტებშიც დაგვეხმარა სახელმწიფო, მაგრამ ერთი რამ გაკეთდა. ერთი შენობა ჩვენით ვიყიდეთ. წარმოგიდგენთ სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურამ თავისი შემოსავლიდან და აი თავისი მოგებიდან, ხო, რაღაც დანაზოგიდან იყიდა კორპუსი და მეორე კორპუსი უკვე მთავრობა მოქცა. უზურპრუქტ მერე და მერე მოქცა, ეს უკვე მთავრობა მოქცა სადღაც 2007-2010 წლებში იყო ეს ამბავი. დღევანდელი მთავრობაც ძალიან ბევრს ვეხმარებოდა. მე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მომწონს ეს მთავრობა, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ალბათ, ხო, განსაკუთრებით და მანამდეც, ხო, განსაკუთრებით 7-8 წლის განმავლობაში ძალიან წაგწია წინ ამ ინფრასტრუქტურის კუთხით. აი ამ უნივერსიტეტს აქ რა იცით, ჯერ ერთი ოჯახს ანგრევ. ოჯახს ანგრევ, ეს ჩვენი მეორე ოჯახია, ხო? ეს ფსიქოლოგიური მომენტი არის კატასტროფული. ახლა მეორე რო ქუჩაში შეიძლება დატოვო და დატოვებ ქუჩაში, ვერ გაუწევთ ჩვენ კონკურენციას, ხო, შეიძლება თითო ოროლა ლიდერმა მეცნიერმა და ყავს ეს ლიდერი მეცნიერები, ისინი თავს არ დაიკარგავენ, ხო? ახლა მე ჩემ თავზე საერთოდ არ ვფიქრობ, მე 75 წლის კაცი ვარ, წარმოგიდგენიათ? მე ყველა ნორმალურ სახელმწიფოში უკვე ემერიტუსი ვიქნებოდი და ჩემი პატივი და ყველაფერი შენარჩუნებული მექნებოდა, მაგრამ ჩვენ აქამდე როდის მივალთ, ეს არავინ არ იცის, ხო? და მაგრამ ახალგაზრდებს რას ეუბნები შენ? აი, მე მყავს ყველა ჩემი კურსდამთავრებული და ყველა ის ქუჩაში გავლე. ყველა ვერ გაუწევს კონკურენციას, ეს როგორ ძალიან ძნელია ეს ამის ამბავი. და შენ აი ეს მეორე მხარე და მთავარი აფხაზების, სეპარატისტების დასაცინს, მოსკოვის დასაცინს, ხო, ვერავინ ვერ მოგვერია. და შენ ესე იგი ანადგურებ. მიქანაძემ უნდა დახუროს თუ. ერთი მომენტი. კობახიძემ და ესე იგი, აფხაზეთი არის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკა კონსტიტუციით, ხო, აღიარებული. აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა კონსტიტუციით აღიარებული. შენ ბათუმს ყველაფერი დაუტოვე, ხო? და მე მეუბნები და მე ყველაფერი დამიხურე. ყველაფერი ქართველოლოგია დამიხურე. ქართველოლოგია დამიხურე, ესე იგი, რადგან ვარ მე მართლა რომ ნების ქართველოლოგია აფხაზეთის განსაკუთრებით ისტორიკოსები ნებისმიერ, ესე იგი, კონკურენციას ნებისმიერს გაუწევ. ოღონდ ჩვენ არ ვამბობთ, არავის ნაკლები ვამბობთ, მეთქი ასე ვამბობთ. და ასე ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა. აფხაზეთის თემისა, აფხაზეთის პრობლემის, ასე ვთქვათ, აბუჩა დაგდება. ეს არის საერთო ეროვნული სახელმწიფოებრიობის აბუჩა აბაგდება და მე ამიტომ ვარ ძალიან ემოციურია თქვენი მიმართვა და ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას, რასაკვირველია. სამწუხაროდ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა და კიდევ ბევრჯერ მოგისმენთ ჩვენი მაყურებელი. ძალიან დიდი მადლობა, რომ არ გამაჩერეთ. იმდენად საინტერესო იყო, რასაც ყვებოდი, ჩვენი კითხვები არარელევანტური გახდა, მაყურებელს დაგვეთანხმება ალბათ ეთერი არ ახლა 2 დღე არ გავჩერებულ ვარ და მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე. მანამდეც მქონდა მე განცხადება. საქართველოს ისტორიის შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. უახლესი ისტორიასაც მათ შორის. არც ერთხელ, ესე იგი, არ შემახვედრეს ოფიციალურად აი ამ ვინც აკეთებს ამას. მე არც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მაინტერესებს და არც მინისტრთან, მაგრამ მინისტრს შევხვდებოდი მაინც. იმიტომ რომ მაინც ახლა დარგის ხელმძღვანელი ის მიმართო ხელმძღვანელია და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და როგორ შეიძლება ვთქვა არ ცნობ არ ვაღიარებ ეგ სხვა საკითხია პოლიტიკურად ვაღიარებ არ ვაღიარებ ეგ არის ესე იგი მე რო კერძო უნივერსიტეტის ლექტორი ვიყო პროფესორი ვიყო კიდე შეიძლება ამაზე საუბარი მაგრამ